მივესალმები მაყურებელს, მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. ეხლა ძნელია აქედან იმის თქმა, დაბეჭდითები თქმა, პროვოცირებული და მართულია ეს კონფლიქტი, თუ სპონტანურად განვითარდა პოლიციის არასათანადო მოქმედების გამო, მაგრამ ერთი ცხადია, რომ როგორც ხედავთ, აჭარაში, ამ რეგიონში დაგროვილია ძალიან დიდი უკმაყოფილების მუხტი ხელისუფლების მიმართ, რამაც შესაძლებელი გახადა აი ესე მოკლე დროში. მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, ეს პროვოცირებულია თუ სპონტანურად წარმოშობილი, მაგრამ ესეთი მასშტაბური საპროტესტო აქციის წარმოშობა. ალბათ ეს მუხტი ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, დედაქალაქში მათ შორის ხელისუფლების ბევრი არასათანადო მოქმედების გამო დაგროვდა. ამას ალბათ რეგიონში ემატება ის რაღაც ცინიკური დამოკიდებულება, რომ როდესაც ხალხს ამდენი პრობლემა და გაჭირვება აქ-იქ ხეების გადატან-გადმოტანის გამო მაგისტრალებს აჩერებდა, რკინიგზას და ასე შემდეგ, მაგრამ ცხადია, რომ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების მუხტი არის დიდი და ამან განაპირობა აი ასეთი საპროტესტო აქციის გაჩენის შესაძლებლობა. ანუ ეს იყო დიდი ხნის დაგროვილი აგრესია, ბატონო შავა. იცით რა მინდა გკითხოთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება, ამაზეც მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო, მაგრამ იყო თუ არა ვალდებული ხელისუფლება გაეკეთებინა ძალიან მალე და არა საათების დაგვიანებით საგანგებო განცხადება, ან იგივე შინაგან საქმეთა მინისტრი. დიახ, ინგა გიპასუხებთ, ესე იგი ვიმეორებ, რა თქმა უნდა, აქ რომ არ ყოფილიყო დაგროვილი პროტესტი, საპროტესტო განწყობა ხელისუფლების მიმართ, ესეთ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ვერ მივიღებდით, არ მოხდებოდა. ეხლა პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა არის ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების რესურსი არ არის აბსოლუტურად საკმარისი სიტუაციის განსამუხტად, მათ შორის პოლიციის გამოყენება აბსოლუტურად არაეფექტურია, პირიქით ვიღებთ უკუშედეგს, პროტესტი სულ უფრო იზრდება, სულ უფრო აგრესიულ სახეს იღებს. აქ არის საჭირო ძალიან სწრაფი და ეფექტური ჩართულობა ცენტრალურ ხელისუფლების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ამას არ უშველის მარტო შინაგან საქმეთა მინისტრის ადგილზე ჩასვლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც მოქმედებები. აქ საჭიროა თუ ქართული ოცნების ხელისუფლების რიგებში კიდევ არის ადამიანები, ვისაც მიესწრება საკუთარ ხალხთან და საზოგადოებასთან, ვისაც არ აქვს დაკარგული ნდობის ის ხარისხი, რომ შეუძლია ელაპარაკოს ხალხს, ისინი აუცილებლად უნდა გავიდნენ ხალხში, აუცილებლად უნდა გახადონ მართვადი ეს საპროტესტო აქცია. კონკრეტულად როგორ უნდა მოისმინონ, რა საპროტესტებს ეს ადამიანები, რა სიტყვენ და გასცენ კონკრეტული დაპირებები და არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც ცხადად და სწრაფად უნდა გახდეს დასანახი, რომ ეს დაპირებები სრულდება. საზოგადოებას უნდა გაუჭდეს განცდა, რომ ამ სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლიანად გადაწყვეტისთვის მზად არის ხელისუფლება, ჩაერთო ხელისუფლება და დაიწყო ეს გადაწყვეტა ამ პრობლემების, რამაც ეს მუხტი გააჩინა. ასეთ შემთხვევაში შეძლებს ხელისუფლებამ გააკონტროლოს ეს საპროტესტო სიტუაცია, მოაქციოს გარკვეულ ფარგლებში და თანდათანობით შესაბამისი რეაგირებით, მოქმედებებით განმუხტოს სიტუაცია. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჩვენ შეიძლება მივიღოთ რეგიონალური მასშტაბის პრობლემა და ამის ძალიან შინია პრობლემა შეიძლება მივიღოთ ძალიანად თქვენ. ყველაზე უფრო მეშინია, რომ თუ ეს მოვლენები პროვოცირებულია უცხო სახელმწიფოსგან და ჩვენ ამის ორი მაგალითი უკვე გვაქვს, ხომ ორ სხვა რეგიონში. ანუ გააქვთ კითხვები გიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით. მით უფრო იზრდება ხელისუფლების პასუხისგებლობა, რომ დროულად იმოქმედოს და ეფექტურად. მადლობა შალვა. არ მივიღოთ ანალოგიური სიტუაცია აჭარის რეგიონში.